მოგესალმებით მეგობრებო, ტესლა ყავს. განახეთ მის მდგომარეობას. მოკლედ დაზიანება აქვს ამ კრილოზე ეს, როგორც ხედავთ ეს იღებება ყველაფერი ნაჭერში. ანალოგიურად კაპოტი იყო ამხდარი, ანუ ქარისგან ვერ დაკეტეს ნორმალურად და რაღაც პრობლემების გამო მოკლედ აიხადა კაპოტი და კუთხეებში აქ დაზიანება გაფუჭებული, რაც შეეხება აქეთ კრილოზე, აქეთ მხარეზე ლაკია ავწვენილი, აუვარდნილი. მოკლედ ეს კრილოს ლაკი მთლიანად გასუფთავდება, რაც შეეხება ამ კრილოს, ეს კრილოს დავამუშავებ და ყველაფერს გადავიღებ, განახეთ, მოკლედ ახლა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი უნდა დაიშალოს და მე რა თქმა უნდა ზედვე ეს ყველაფერი არ შეიღებება ცალკე და მე უბრალოდ ზედ დაყენდება ეს ყველაფერი. რავი, ჯერჯერობით ამ ეტაპზეა, ყველაფერს დანარჩენს წვლილმანებით განახეთ და დაგათვალიერებინებთ. მოკლედ მეგობრებო, ტესლას ნაწილები ყო აქ, ანუ თვითონ მანქანაც აქ არის, უბრალოდ დავშალეთ ყველაფერი, რომ მარტივად და მიდგომილი ვიყავით, მანქანაც ნაკლებად დაგვესვარა. აქ ესე აქ გასწორებული კაპოტი არის ანახტელი, როგორც ხედავთ, ეს ადგილია, მეორე ეს ადგილია. კიდე რაც შეეხება მისი ბამპერია, ეს არის, ეს ეცლება ესეთ მეტი გადაკრული იყო, ანუ ბამპერი და ეცლება ეს მისი ფირი, წინა მარცხენა კრილოა ესეთი დაზიანება აქ, როგორც ხედავთ, ესე აქ, აქაც რაღაც პატარა პრობლემა აქვს, იმდენად გამოჩნდება, არ ვიცი, ესეც ეს პრობლემაა აქ, რაც შეეხება მის მეორე მხარეთას, კრილოს განახეთ მაგასაც. так. რაც შეეხება ეს კრილო არის შენაღები. ეტყობა კიდევაც ისინი ამას თილას აქვს პრობლემა და ლაკი აცვენილი, ეს უნდა გასუფთავდეს რა, მე ეტაპობრივ კიდე გადავიღებ, განახებ დანარჩენს. მოკლედ მეგობრები, დავამზადეთ ტესლას დეტალები, ასე ვთქვათ, ცხვირი მთლიანად. ეს კაპოტი, ეს მისი ბამპერი, ესაც კრილოს ხედავთ მის მდგომარეობას, ეს დაზიანება რაც ქონდა ფორმები ყველაფერი გამოვიყვანეთ ჩვენ. იწმინდება, სუფთავდება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, რომ გადავიღებ ყველაფერს შედეგსაც საბოლოო ჯამში განახებთ. так, მეგობრებო, დავასრულეთ ტესლაც. დავათვალიეროთ ერთად და ეს გამოვიდა. ტესლა. ეს მისი კაპოტი. ესაც კრილო. ეს იდეალურად გამოვიდა. მაქსიმალურად სუფთად გამოვიდა. ესეც მეორე მხარე კრილო მისი. ამით დასრულდა ჩვენი ტესლა. ესაც კაპოტი. ამით დასრულდა მოკლედ ეს ჩვენი შავი ტესლა. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა ჩვენი ტესლაც.
ფერიც ეს იდეალურად დაჭდა, როგორც ხედავთ. ესე აიწყო ყველაფერი ზედ. ეს თითო გამოვიდა, მოკლედ. აქეთ მხარე უკვე დაპოლირდება და თავის ფერში დაეწყევა, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება აქეთ მხარეს, აქეთ მხარე დავაპოლირდეთ, რომ ზუსტად ფერი ზუსტად დაგვესვა მაქსიმალურად, რომ სხვაობა გვენახა აქ თუ არა, ფერიც იდეალურად ზის ნაჭერის კვალობაზე. მოკლედ ეს დასრულდა ეს მანქანაც, ელოდება მის ფლობელს და გავა აქედან. ჩვენგან წავა მოკლედ. ჩვენი შემდეგი პაციენტი არის M4. ესეთ მდგომარეობაში უკანაკრულად ჩაკერებული აქვს. მაგასაც თუ შევღებავ, რა თქმა უნდა, მაგასაც დაგათვალიერებინებ საბოლოო შედეგს, მოკლედ მის ისტორიას დავაყო. მოკლედ ესე მეგობრებო, ამით დასრულდა ჩვენი Tesla. აქ ესაც დასრულდა, რაც შეეხება ამ მე-6 სერიას. ესაც ჩემი გაკეთებულია, მოკლედ თლიანად ეს მანქანა შევღებეთ, ამის ისტორიაც დევს ჩემ გვერდზე. თლიანად მატოვად შევღებეთ, სახურავით ახილან გადაულაკეთ. აი ესე აწყო მის ფლობელმა ძალიან ევასება თავისი მანქანა. აი ესე განსაკუთრებული ცხაურა აქვს. ესეთი ტიპია მოკლედ. ეს გამშვებები ჩამოიტანა თვითონ თლიანი, მაგასაც დაგათვალიერებინებ. აი ესეთი მოკლედ ძალიან მონსტრი ყავს. თავიდან ბოლომდე გამოიწერა. რამდენად გამოჩნდება აი ესე აქ ფაქტიურად რასა თავიდან ბოლომდე ესე. მოკლედ იდეალური მანქანა ყავს სულის შვილებით. რა თქმა უნდა, ძრავის გაკეთებული აქვს, კოკებზე აქვს აწყობილი, ყველაფერია გაკეთებული, რაც კი რამე შეიძლებაოდეს.